ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს შესაძლოა დააკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, გამოხმაურებების თემაა თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლებას არ დანაშაულებს და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებზე საუბრობს. დოკუმენტის თანახმად ევროკომისია სერიოზული შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო და უკუსლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ანგარიში ნათქვამია, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელს მოსახლეობაზე. უვიზო მიმოსვლის საფრთხეზე ჩვენ ვსაუბრობთ არაერთი წელია. ეს ჩვენ ვიცით მათ შორის შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელსაც მართავთ, სადაც ამაზე საუბრობდნენ. ამ შეხვედრებზე ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად დაგვეცა ქართველი ხალხი, რომ არ შეხებოდა ეს პრობლემა ქართულ ხალხს, იმიტომ რომ გასაგებია ივანიშვილს არ აინტერესებს თუნდაც ოცნების წევრები და მომხრეები, რომლებიც ვიზების რიგში ჩადგებიან. თუ შენარჩუნდა ივანიშვილის რეჟიმი, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე მოიხსნა სამწუხაროდ დღის ეს რეგინა შეიძლება გადავრჩეთ თქვა უახლოეს ერთი თვის მანძილზე, მაგრამ მერე თუ გაგრძელდება რა თქმა უნდა ეს რეჟიმი და ამ რეჟიმის რეპრესიები, მერე სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხებთ გადარჩენას. ჩვენ თუ რეჟიმს არ შევცვლით, დროის საკითხია უბრალოდ, თორე უვიზოს ყველა შემთხვევაში დავკარგავთ. რეჟიმი უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ უვიზო შევინარჩუნოთ და არა მხოლოდ უვიზო, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების პრიორიტეტებშიც კი არ აღმოვჩნდით, ხო? ანუ ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხებიც ხდება. ახლა შეიძლება იალტა 2 გაიმართოს და ევრაზიის ახალი რუკა დაიხატოს და ჩვენ მაგიდასთანაც არ ვზივართ, მოკავშირეებიც არ აქვს, ვინც ჩვენს ინტერესებს დაიცავს. ამიტომ უვიზოს ამბავი ფაქტობრივად გადაწყვეტილია თუ ეს რეჟიმი რჩება. ეს გაფართოების ანგარიში არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე და არ არის გასაკვირი, რომ იქ პოლიტიკურად მიკერძოებული თვალსაზრისია და რა თქმა უნდა ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოსზე და ქართულ ხალხზე და ის ანგარიშები, რომელიც ეყრდნობა ობიექტურ კრიტერიუმებს, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და საქართველოს იმ მოწინავე პოზიციებს, რომლითაც იგი უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი. როგორც ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება. ზეწოლა გრძელდება სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში სურთ მარიონეტი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც დაემორჩილება გლობალური ომის პარტიის მოთხოვნებს. გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. სწორედ ეს იყო სხვათა შორის ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივიც 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ესეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი გამოვაცალეთ, რაც იყო მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნა. ეხლა ბოლო, ასე ვთქვათ, საშანტაჟო აქვს დარჩენილი, ამას მიყვებიან, თუმცა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე უფრო ნაკლებად მაქვს, მგონია რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ევრობიუროკრატების ქმედება რაღაცა ლოგიკას არ ექვემდებარება, თუმცა ისინი რა თქმა უნდა ვერ დარწმუნდებიან, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და შესაბამისად ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა ამ ნაბიჯს შესაბამისად არ გადადგავენ.